როცა სნეულება აკითხავს წმინდანს, ის ამბობს, რომ უფალი მეწვია. საინტერესოა, რაში მდგომარეობს ასე დროს უფლის ვიზიტი. ჩვეულებრივი ადამიანებს, რომლებსაც ესე ვთქვათ, არა აქვთ სულიერი ცხოვრების გამოცდილება, პირიქით სნეულების მოსვლა და ან რაიმე მწუხარების მოსვლა გონია უფლის სასჯელი, როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვაზე. მაგრამ წმინდანი სხვანაირად ფიქრობს. მე ერთ-ერთი ვიდეო მქონდა რაღაც ჩაწერილი, გადმობრუნებული აზროვნება აქვს წმინდანსაც, ჭყალებში გადმობრუნებული აზროვნება. დიახ, სნეულების დროს ადამიანი იცვლება, ან რაიმე სხვა მწუხარების დროს. აი, მოდი ვთქვათ, გავიხსენებ ერთ ეპიზოდს ძველი აღთქმიდან, ბიბლიურ ეპიზოდს, როცა მოსეს წინამძღოლობით ისრაელიერი გამოვიდა ეგვიპტის მონობიდან და უფლის განგებულებით. ძალიან საინტერესო თემა არის ეს მრავალ მხრივ. მაგრამ ერთ ეპიზოდს გამოვყოფ. 2 წლის თავზე მოსეს საკუთარმა ძმამ აარონმა და მარიამმა უღალატეს ამბოხი მოაწყვეს მის წინააღმდეგ. შეშურდათ მისი და თქვეს, რომ მარტო შენ კი არ გეცხადებოდა უფალიო. უფალი ეცხადება სამივეს და უცხადებს, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ უმოწმებს, რომ მოსე არის მისი რჩეული, ვისი მეშვეობითაც თავის განგებულებას აღასრულებს. აარონი სწრაფად მოინანიებს და დამდამდება, ხოლო მარიამი ცოტა გაჯიუტდება და მას შეეყრება კეთრი. რჯულის მიხედვით კეთრის შეყრა, ასე ვთქვათ, ითვლებოდა სასჯელად და კეთროვანი უნდა გასულიყო და ბანაკის გარეთ ეცხოვრა და როცა მასზე უფლის წყალობა იქნებოდა, ის განიკურნებოდა და მასში შეეძლო დაბრუნება ბანაკში. მარიამმა 8 დღე გაატარა ასე ბანაკის გარეთ, მოინანია, განიკურნა კეთრისგან და ის დაბრუნდა ბანაკში. იოანე ოქროპირი ამ ეპიზოდს ესე განმარტავს, რომ ეს რა თქმა უნდა ძველი აღთქმით სასჯელით აღიქმებოდა, იმიტომ რომ ძველი აღთქმის ადამიანი უფრო პრიმიტიული იყო, ასე ვთქვათ, ველური, მას შეგრძნება, ღმერთის შეგრძნება, ცოცხალი ღმერთის შეგრძნება დაქვეითებული ჰქონდა, ასე ვთქვათ, და ეს შიში უნდა ქონოდა გარკვეულწილად სასჯელის შიში, რომ ბოროტებას განრიდებოდა. ხოლო ახალი აღთქმისეულად იოანე ოქროპირი განმარტავს უკვე ახალი აღთქმის აზროვნებით, ანუ ქრისტიანის აზროვნებით, რომ ეს იყო აარონის და მარიამის სულის განკურნება აი ამ შურისგან, აი ამ მანკიერებებისგან. და დანარჩენი 38 წელი აარონმა და მარიამმა ერთგულად ემსახურეს თავის ძმას მოსეს. მისი ერთგული თანამებრძოლები იყვნენ. დიახ, როცა ჩვენ ჯანმრთელები ვართ და კარგად ვართ, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს და აღვასრულებთ ეკლესიურ წესებს, ასე ვთქვათ, მარხავნოთ, ლოცულობთ, ვესწრებით წირვებს, ხომ? ამ დროს ჩვენ დაუნებურად ჩვენში შემოდის ამპარტავნება და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. იმიტომ რომ ჩვენ გვეიმედება საკუთარი თავი, მით უმეტეს თუ რაღაცა ნიჭიერით შეიძლება ვიყოთ, რაღაცა ძალას გვგრძნობთ, ხო? გვეიმედება საკუთარი თავი და ამიტომ არ გვინდა ვიციეს, რომ არავის არ უნდა პატიმოყვარეობა დაზიანდეს და ვთქვათ, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გქონდეს. მაგრამ ეს ხდება შეუმჩნევლად გვაზიანებს ეს ჩვენ. როცა მოდის სნეულება უკვე ან რაიმე მწუხარება, ადამიანი დაბლდება ამ დროს. ხედავს თავის უძლურებას. აი ერთი ჩემი მეგობარი მაგალითად ძალიან გული დამწყვიტა, ახლა გარდაიცვალა ახლახანს. ამბობდა ხოლმე, რომ მას არ არსებობდა რაიმე საქმე ყოფილიყო და მას არ მოეგვარებინა. თანამდებობის პირთანაც ესე წიხლით კარებს წიხლით ვაღებდიო და ისე შევდიოდიო. მაგრამ სნეულებაში უკვე რომ ვერაფერს გახდა, ასე ვთქვათ, თავი უძლურად და დაუცველად იგრძნო ამ დროს. აი ესეა, შეიძლება ადამიანი იმდენად მოიცვას მწუხარებამ ან სნეულებამ, რომ მას უკვე ეს ეკლესიური წესების ასრულება აღარ შეეძლოს. დარჩენილია ერთ-ერთი რამ, განადიდოს უფალი ღმერთი, მადლიერება გამოხატოს ამ დროს, იმიტომ რომ ეს სნეულებანი და მწუხარებანი მოცემული გვაქვს ჩვენ სულის საკურნებლად. ვიცი, ეს არის ძალიან რთული ამის გაკეთება და მე უბრალოდ არ წაკითხulis ან მოსმენელის გამეორებას არ ვახდენ ახლა. პირადად ჩემი გამოცდილებაც არის ეს, მე გამივლია ეს და ახლაც გავდივარ ამას ყველაფერს.
ამიტომ თქვენს წმინდა მამებმა რომ ბოლო ჟამს ადამიანებს აცხოვნებს სნეულებების და მწუხარებების დათმენა. ეს მწუხარებების და სნეულებების დათმენა ეს არ ნიშნავს იმას რომ არ ვეძებოთ კურნალი და წამალი. უნდა ვეძებოთ ჩვეულებრივად, უფალს ვთხოვოთ კიდეც განკურნება. ესეთი სიტყვები არსებობს სნეულის ლოცვაში, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მე იმედება. ხმენ სნეულება ესე, ღმერთო, ხმენ სნეულება ესე, გამწმენდილ მრავალთა, ცოდვის მიერთა ჩვეულებათა ჩემთა და ოდეს სათნო იჩინო, სარგებლად ჩემდა, მსრაბ გამკურნე, სადიდებლად ღვთისა, მომიხსენიე ღმერთო სასუფეველსა შენსა. აი ნახეთ, რომ ღმერთო ეს სნეულება გამოიყენე ჩემი ცოდვებისგან განსაკურნად და როცა ჩათვლი საჭიროდ, სასარგებლოდ ჩემთვის, სათნოდ, მაშინვე გამკურნე. აი ეს არის სწორი მიდგომა სნეულებაში და იგივე პრინციპი შეიძლება გამოიყენოთ სხვა განსაცდელებთან მიმართებაშიც. როცა ამ დროს ადამიანი როცა ხედავს თავის უძლურებას, ის წყვიტავს საკუთარ თავზე დაიმედებას, კი ეს რთული პროცესია არ არის იული, მაგრამ შემდეგ რეალური რწმენის, ანუ რწმენა ცოცხლდება მაშინ, უკვე იძულებულია, უკვე ღმერთის შეწევნა ეძებოს. ის შეწყვიტავს საკუთარ თავზე დაიმედებას და იწყებს უფლისადმი ცოცხალი რწმენის გამოხატულებას, ასე ვთქვათ. და აი ამიტომ არის მაცხოვნებელი ეს სნეულების და მწუხარებების დათმენა. ამაში გულისხმება, რომ უკვე მადლიერებას გამოხატავ ღმერთს ამის გამო, წყვიტავ საკუთარ თავზე დაიმედებას და იწყებ ღმერთზე დაიმედებას. როცა გამომჯამთელდებით უკვე, როცა მოდის ჯამთელობა და გაივლის რაიმე მწუხარება, უნდა გვახსოვდეს, გაცნობიერებული გქონდეს, რომ ამ პარტავნება და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აუცილებლად ისევ მოვა ჩვენთან. მაგრამ როცა ეს გაცნობიერებული უკვე, უნდა შევეწინააღმდეგოთ საკუთარ ამ პარტავნებას და თავი დავიმდაბლოთ. აი ეს არის რეალური სულიერი ცხოვრება და შეხვედრა ქრისტესთან.